მოგესალმებით. გიერთდებით მზიური თბილისიდან 15 მარტია, ღამის 12-ის ნახევარი და ყველაფერი კარგადაა. ჩემო მეგობრებო, როგორ ხართ? როგორ გრძნობთ თავსა? მე ძალიან საამურად, ხო და რა ხდება თქვენ თავს? მამი კომენტარით და ამი კომენტარით 90% ვინც ჩემს ვიდეოებს უყურებთ არ იწერთ არხს. და ძალიან წყვეტს გულს, ხო და ცოტა უიაქტიუროთ მეგობრებო. და მეც გაგანებიურებთ საოცარი და არა ამქვეყნიური ვიდეოებითა და კონტენტით. ხო და ეს ხუმრობით რავი, ვისაც უნდა გამოიწეროს, ვისაც არ უნდა არ გამოიწეროს. ხო და იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს რაღაცას ვფიქრობდი ჩემთვის, ხო და ყველს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ვიყოთ ჩვენთვის ყველა შვიდად, ჰაეროვნად, საღად, ბედნიერად. არ არის საჭირო ზედმეტი აგრესია. ერთმანეთის კრიტიკას კარგი არაფერი არ მოაქვს მეგობრებო. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ხვალინდელ დღეზე. სხვა გზა არ არის. დამიჯერეთ რა. ერთმანეთზე უნდა ვიზრუნოთ და ხვალინდელ დღეზე. ერთმანეთში თუ დავიწყებთ ცუდის ძებნას, ყოველთვის ვიპოვით. ამიტომ პირველ რიგში ვინმე სირამე თუ არ მოგწონს. ჯერ ჩვენ თავში ჩავიხედოთ, იქნება ჩვენც არ ვართ ისეთი კარგები და საყვარლები, როგორც ხანდახან გგონია ხოლმე, ხანდახან არა, უფრო მეტად უმრავლეს შემთხვევებში. ჩვენ ხო უცოდველი კრავები ვართ, ხო და ვიხედოთ ჩვენს თავს და არა მარტო თავს ტანსაც. ჰიგიენა დავიცვათ, იმიტომ რომ ზაფხული მოდის, ხო და რაც ნამდვილად არ იქნება ორიგო, რადგან იღლიის სუნი და არა მარტო იღლიის. არც ისე სასიამოვნოა ჩვენთვის. ზოგადად რა ადამიანებს არ გვიყვარს სხვისი ოფლის სუნი. ჩვენსაც არ გვიждდებით, ხო და ამოისევით იღლიებში რაღაცეები და ყველაფერი კარგად იქნება. გიყვარდეთ ერთმანეთი, არა იმრუშოთ, არა გული გითმოდეთ, ცოლისათვის მოყვასისა თქვენისა, არა იპაროთ, არა კაცკლათ, არა იმრუშოთ. კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ. ჩააჭირეთ ჩემო პატაწკინტელებო და ყველაფერი იქნება ხუთიანზე. სხვა გზა, სხვა ხსნა არ არსებობს. ამიტომ შეურდით მას. ყველაფერი იქნება ხუთიანზე. თუ აქეთ გიტყურებას შევეშვებით და იმას გავაკეთებთ, რაც კარგად გამოგვდის. და არის რაღაცები, რაც გამოგვდის კარგად. შევეშვოთ ეს რაღაცებს. ვიყვარებოდეთ ურთიერთას. ამინ.